ვარ ელენე დუმბაძე 9 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ტანვარჯიში და ხატვა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ტანვარჯიში. უკვე 2 წელია ტანვარჯიშზე დავდივარ ვალენტინა კოზმიძის სკოლაში. მახსოვს პირველი დღე მაქვს რომ მივედი, ნერვიულობდი და არავის ვიცნობდი. უკვე ვარჯიში იყო დაწყებული და მასწავლებელი ბავშვებს რაღაცეებს ასწავლიდა. თავიდან ყველაზე ძნელი იყო უკან ხიდის გაკეთება. ყველაზე ადვილია წინ შპაგატში ჩაჯდომა. მე უკვე მქონდა 7 შეჯიბრება და კონცერტი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა თბილისის შეჯიბრება. იმიტომ რომ კარგადაც გავერთე და პირველი ადგილიც ავიღე. მე 5-ეული და დანარჩენი ჩემი ჯგუფელები გამოდიან 6-ეული და 5-ეულიც. მე ხვალ მაქვს კონცერტი და გამოვდივარ 5-ეულში. 5-ეული ნიშნავს 5 გოგოს ერთად ცეკვას. ჯერ მარტო ბურთი და გოლი დავდგეთ, ლენტა და გურსა ჯერ არ დაგვედგნია. ისე რასაც ვსწავლობ, ყველაფერი მომწონს და ადვილია. ეს არის ძალიან ლამაზი ცეკვა, რომელიც უფრო არის სპორტი. ტანვარჯიში ჩემი მასწავლებელია ნინო ბროლაძე. ის არის ლამაზი, მხიარული და უყვარს ბავშვები. მე რომ ახლა კარგი ბალერინა ვიყო, ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი იტალიაში. ბილეთი აღირება 50 ევლო და მთელი დარბაზი იქნება სავსე. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდი ზარას ტანსაცმელების მაღაზიას. მე ვაპირებ ტანვარჯიშს შევიარო კიდევ 12 წელი. დიდი ალბათობით რამდენჯერმე გავხდები საქართველოს ჩემპიონი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ახლახან შევედი ცეკვის დროზე. იქამდე ჩემი სწავლობდი, მაგრამ ახლა გადავწყვეტე ვიცეკვო პროფესიონალურ დონეზე. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. ცეკვა ისედაც მომწონს და ძალიან მეხმარება ტანვარჯიშიც. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მხიარული კლასელები მყავს და მეგობრული მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ემილი ჭაღალიძე. ყველაზე ცელქები არიან ტყუპები ნია ბეგიაშვილი და ნიცა ბეგიაშვილი. ყველაზე ჭკვიანია გაბრიელ ჩხარტიშვილი. ყველაზე მშვიდია სალომე ქანთარია. მე ვარ ყველაზე ჩუმი, კეთილი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია თამთა ბერიძე. იმიტომ რომ კარგად ხსნის გაკვეთილს და მეხუტება. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ტანვარჯიშის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ექიმი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ უფრო ვიქნები დამოუკიდებელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 7 წლის და ჰქვია საბა. საბა არის მხიარული, ჭკვიანი და ნერვების მომშლელი. ნერვებს იმიტომ მიხლის, რომ როდესაც რაღაცას ვეუბნები, არ აკეთებს. ჩემი აზრით საბა რომ გაირდება, გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და ჭკვიანი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი და მოქნილი. ყველაფერს აკეთებს თავის დროზე. ვარ საშუალო დონის დიასახლისი. იმიტომ რომ სახლის დალეგება ზოგჯერ მეზარება, მაგრამ საწვდის გაკეთება ვიცი. პირველად 7 წლის ვიყავი, როცა მოვადუღე ყავა. ამის შემდეგ ვისწავლე ბევრი საჭმლის გაკეთება. ახლა ყველაზე გემრიელად გამოდის კარტოფილის შეწვა. ჩემი საყვარელი საჭმელია მწვადი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ცოტა ხანი კიდევ ვდივოდი ხატვაზე, მაგრამ უფრო ბევრი რამე ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ პორტრეტს. რამდენიმეჯერ დავხატე ავტოპორტრეტი და ყველა მომეწონა. ჩემი საყვარელი ფერია იისფერი და არ მომწონს შავი. იმიტომ რომ არ არის მხიარული ფერი. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და დაახლოებით მაქვს 26 ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ როცა გავიზრდები, ის გავყიდო. აქამდე არ გამიყიდია, მაგრამ ყველაზე ხშირად ვჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ვჩუქნიან. ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 12. კითხვა მიყვარს თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს სკოლაზე. ამ წიგნის მთავარი გმირები ვიქნებოდით მე და ჩემი მეგობრები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, სიღარიბე აღარ იქნებოდა დედამიწაზე. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ელენე რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? ელენე დამარქვა დედამ და ჩემი სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ელენე რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ლილე. ჩემ შვილებს ვარქმევ,
ემილის, ლიზას და სანდროს. შემდეგ მონაწილეს ვუტყუებ ასეთ შეკითხვას: ვინ არის ყველაზე პოპულარული ქართველი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე პოპულარული ქართველია გიორგი მამარდაშვილი. ბედნიერება არის, რაც გინდა იმას რა გაჩუქებენ, დედა რომ ჩაგეხუტება, მამა რომ ჩაგეხუტება და სხვა რომ ნერვებს არ მოგეშლის. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.